იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად ცირკულირებს ვირუსი, რომელიც 2 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის არის საყურადღებო. მას ახასიათებს ხშირი ხველა, გახშირებული და გაძნელებული სუნთქვა. გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურში ამბობენ, რომ ამ კუთხით მუნიციპალიტეტში შედარებით სტაბილური მდგომარეობაა და გართულებული შემთხვევები არ არის. ყოველწლიურად ოქტომბრიდან მაისის ბოლომდე ზედამხედველობა მიმდინარეობს გრიპსა და გრიპისმაგვარ დაავადებებზე. მინდა გითხრათ, რომ აი აქ სამედიცინო დაწესებულებებიდან ყოველ კვირა შემოდის ინფორმაცია და ამ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად წელს რაიონში გვაქვს ამ დაავადებების მხრივ სტაბილური მდგომარეობა. რა თქმა უნდა, სეზონურია გრიპი, გრიპისმაგვარ დაავადებები, მაგრამ შედარებით 7 პერიოდი გქონდა, რაიმე გართულება, რაიმე ლაბორატორიული დადასტურება არ გამხდარა საჭირო, არ გვაქვს ასეთი შემთხვევები და რაც შეეხება სტაციონარს, ბოლო 3 კვირის განმავლობაში ნულოვანია სტაციონარში ამ დაავადებით მოხვედრილი პაციენტების რიცხვი.